მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო გიორგი. მოგესალმებით. ჩვენთვის რა თქმა უნდა დიდი პატივია თქვენთან გასაუბრება. თქვენი სახელი და გვარი დღესაც პირველ რიგში იმ პატარა ბიჭებს და გოგოებს, ვინც უნდა ქართულ ფეხბურთს ემსახუროს მომავალში და ამისთვის შრომობს და თავის დროს ახმარს ამ დიდი სპორტის მიზნებს, თქვენ მათთვის ხართ ნამდვილად, როგორც ბატონმა მამუკამ ხაზი გაუსვა, ლეგენდა. ჩვენი დიდი პატივისცემა მიიღეთ, ასევე მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც ქართული სპორტისთვის გიკეთებიათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიო დონეზე. მადლობა მობრძანებისთვის. აქაც დავიცვათ თქვენი ნებართვით პროცედურა, გაგაფრთხილებთ, რომ კითხვებზე პასუხზე უარი, ან კიდევ პასუხისთვის თავის არიდება, ასევე განზრახ ცრუახსნა განმარტება არის დასჯადის სისხლის სამართლებრივი წესით. ამის დასტურად გთხოვთ, რომ ხელი მოაწოდოთ იმ დოკუმენტს, რომელსაც თქვენ უკვე სამდივნოსთან ერთად გაეცანით და შემდეგ ასევე თავისუფალი თხრობის რეჟიმში ქრონოლოგიურად რომ გითხრათ, რა არის მერე იყო, როგორ გადაწყვიტეთ კანდიდატობა პრეზიდენტის პოზიციაზე ფეხბურთის ფედერაციაში, რა ტიპის ზეწოლებს განიცდიდით თუ იყო ასეთი და რატომ გადაწყვიტეთ უეცრად, რომ ნდობა გამოცხადებული თავმჯდომარე ფედერაციის გადამდგარიყავით. იმიტომ რომ ეს იყო ყველას გვახსოვს ძალიან დიდი შოკი საზოგადოებაში და არა მხოლოდ მათში, ვინც ფეხბურთს გულშემატკივრობს. სრულიად საზოგადოებაში. გთხოვთ ხელმოწერას და შემდეგ დავიწყოთ. მადლობა. პირველ რიგში მოგესალმებით. გილოცავთ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. გისურვებთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, სიმშვიდეს და ჯანმრთელობას პირველ რიგში. მოგესალმებით კომისიის ყველა თითოეულ წევრს. შევეცდები ახლა ქრონოლოგიურად მივყვე, თუ როგორ განვითარდა ის ისტორია, რომელიც არის დაკავშირებული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს იყო ორჯერ, ეს 2006 წლის აპრილის თვეში, როცა უკვე ფეხბურთს ვამთავრებდი, ბოლო წელიწადნახევარი დაუბრუნდი საქართველოში და საიდანაც დავიწყე, იქ მქონდა ძალიან დიდი სურვილი, მომიცემდა საშუალება, რა თქმა უნდა, ისე დინამოს თბილისის ჩემი მშობლიური გუნდის მაისურეთში დამემთავრებინა ჩემი კარიერა. მოხდა ისე, რომ ჩემამ უпроსტად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ მერაბ ჟორდანია, რომელიც არ ვიცი, რატო ქუდი არ გახურია ალბათ აი ესეთი მიზეზის გამო იმ პერიოდში რაღაცა მიზეზების გამო, მაგრამ მიზეზი ფაქტურად ძალიან ისეთი იყო, რომელიც არ იჭერენ ჩემი აზრით და მოხდა მისი დაკავება. ამ დროს მე ერთი თვის დამთავრებული მაქვს ფეხბურთის კარიერა, საპროფესიონალო ფეხბურთის კარიერა და ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, რომ უკვე ფიქრა ამ თემაზე, რომელიც იყო შინაგანსახების სამინისტროში ერთ-ერთ თავმჯდომარეობაზე, მაღალ თავმჯდომარეობაზე და ფაქტიურად მე ეს მქონდა სურვილი, რომ მოვჩებოდი ჩემს კარიერას, ისევ ჩემი ამ განხრით წავსულიყავი, რადგან სხვა რამეს, ანუ სხვა განხრით მუშაობას ფაქტიურად ვერ წარმომედგინა, იმიტომ რომ ადამიანმა რაც იცი, ისიც ჩემ ფიქრობდი, რომ იმდენი არ ვიცი, რაც მე უფრო პრაქტიკულად გავიარე და ცხოვრება მომცა და პრაქტიკაში შევიძინე. ამ ეტაპისთვის ცოტა ისე იყო, რომ ცოტა მომზადებლად ვიყავი და ნაადრევად მეჩვენებოდა. თუმცა დიდი სიყვარულის გამო ფეხბურთის მიმართ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მიმეღო ამ არჩევნებში მონაწილეობა. გავაკეთეთ განაცხადი, მე ვიყავი, ბატონი მამუკა იყო, ბატონი ვლადიმერ გუცაევი და მოგვიანებით უკვე
უпростоრად მოგვიანებით გაიჟღერა, რომ ბატონი ნოდარ ახალკაცი მოყავთ გერმანიიდან, რომელზეც ახლა მოგეხსენება ძალიან კარგად მიხეილ სააკაშვილს ძალიან უყვარდა უცხოეთიდან ჩამოყვანილი ქართველი ჩვენი თანამემამულეების მით უმეტეს იურისტი და მით უმეტეს რომ დიდი ნოდარ ახალკაცის შვილი იყო, სავსებით მისაღები კანდიდატურა იყო, მე ხო არაფერს საწინააღმდეგოს ამაში ვერ ხედავდი, უბრალოდ სურვილი მქონდა რომ ყოფილიყო გამშვალული ისეთი არჩევნები. მივედით ახლა დეტალებში, შეიძლება მე კითხვებში თქვენ დაგაინტერესებთ და ჩავშალო თითოეული ნებისმიერი საკითხის ბოლომდე მივიყვან, უბრალოდ ესე მე ახლა ამ ქრონოლოგიაში ჩავშალო ახლა ძალიან დიდ დროს წავიღებ და ფაქტიურად 3-4 დღით ადრე ეს ჩემი მეგობარი, რომელიც ფაქტიურად ოჯახის წევრია ჩემი და ძალიან ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, მირეკავს სახლში და მეუბნება რომ გეგიმ დაგვირეკა უგულავამო რომ უნდა მოხდეს კანდიდატურის მოხსნა. თან ახლა ვიცი რომ ჩამოყვანილია ნოდარ ახალკაცი ძალიან დიდი მხარდაჭერით მართველი პარტიის და მართველი პარტიიდან და არ უნდა ჭირდებოდეს ახლა ის რომ ფაქტურად ეს დემოკრატიული საქართველოს და რაღაცა ესეთი კონკურენტუნარიანი გარემო შეექმნა, ეს ფაქტურად ჩაშალა რა. ამიტომ რაღაცა ეს ცოტა მეუცნაურა და არ იყო ახლა წინააღმდეგი არ ვიყავი, ახლა ჭირდება ქვეყანას და ფეხბურთს ჭირდება რომ თქვა დღეს უფრო ის არის მისაღები კანდიდატურა, ფაქტურად თავარი იყო რომ ფეხბურთს რაღაცა ეშველოს წინ წავიდეს და ხარდაჭერა ქონდეს სახელმწიფოსგან. არაფერი თავისუფლად უმტკივნეულოდ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ეს იყო 2005-4 წლის ბოლო იყო თუ არ ვშტები თუ 5 წლის დასაწყისის დროში ცოტა შეიძლება ვერ ისაკანად 5 იყო 2005 წელი იყო და ნუ ჩაოლებათ 4 დღით ადრე გადავდექი. ჩემთან ერთად რა თქმა უნდა იქამდე ბატონი ვლადიმერ გუცაევი იყო მოხსნილი ქონა კანდიდატურა და მამუკა ბოლომდე ბრძოლობდა. თქვენ არ იყავით მოკლედ. ხო. ნუ მოხდა ჩემი ამქიდან მოხსნა, მოვიხსენი კანდიდატურა. რა თქმა უნდა ეს იყო დარჩენილი პერიოდი მერაბ ჟორდანიას არჩევნების იმ ვადის, რომელიც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნუ არაცალეს და მოხდა ის რაც მოხდა. ამის მერე ნოდარი ამ წელიწად ნახევარში იმუშავა, როგორც იმუშავა და მოვიდა ის დრო, როცა მართლა ის პერიოდი, რომელიც შეუძლოდ უნდა ყოფილიყო ის არჩევნები, რომელიც არ გადადგმის შემთხვევაში, ანუ არ დაკავების შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო ნორმალური არჩევნები. ეს იყო 2005 წლის 13 მაისი თუ არ ვცდები. თუ 2000 ბოდიში 2007 წლის ხო. ეხლა უბრალოდ მაქვს პატარა შპარгалკასავით, მაგრამ არ მიყვარს ხოლმე ჩახედვა ბოდიში ვიხდი ამისთვის. 2007 წლის 13 მაისს დაინიშნა არჩევნები. ამ ხნის განმავლობაში მე ვყავდა რა თქმა უნდა მხარდამჭერები ამას რომ ახლა კულისი ყველამ ძალიან კარგად იცის ვინც ფეხბურთთან ახლოს არის და რაღაცა შეხება აქვს. მე ვყავდა მეგობრები ისეთები რომლებიც იყვნენ მართლ პარტიაში და რა თქმა უნდა ნოდარ ახალკაცს ისევ და ისევ მხარდაჭერა ჰქონდათ. თუმცა ამ დროის მანძილზე ძალიან ხშირად ვაჟღერებდი იმას, რომ არ მინდა გამეორდეს ის პროცესი, რომელიც აქამდე 2005 წელს გამეორდა, მინდა რომ ვიცოდე, რომ თუ იქნება ნორმალური გამჭვირვალე არჩევნები, მე მზად ვარ, იმიტომ რომ მე მჯეროდა იმისა, რომ საფეხბურთო ჩვენ ოჯახში და დიდ ოჯახში და იმ სამყაროში საქართველოსაც სადაც თქვათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვია და საქართველოს ფეხბურთი ქვია, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნამდვილად გავიმორჩვებდი. მაძლევდა რაღაც საშუალებები მაძლევდა ამის თქმის და ამის გაფიქრების საშუალებას და ფაქტიურად მივედით არჩევნებამდე ეს ყრილობა ტარდებოდა ქორწინებულ პერიოდში ჩვენ ერთი ოთახი ქონა აღებული იქ
იმისთვის რომ თქვათ შესვენებას თუ გამოაცხადებდით ან რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად შევკრებილიყავით და თქვათ ფოიაში არ მოგხსნოდა იქ რაღაცა ამა თუ იმ საქმის გარჩევა და განხილვა. მოხდა ესე რომ 19-16 ხმით გავიმარჯვე ეს არჩევნები რაშიც დარწმუნებული ვიყავი ბატონო კანდიდატები ვიყავით ბატონო და ახალკაცი მოქმედი პრეზიდენტი მე მამუკა კვარაცხელია და ვლადიმერ გუცაევიცი აი ხო ესე იგი იმას შემეშალა თქვენი ხო თქვენი ის შემეშალა ამაში ამიტომ თუმცა მოხდა ესე იგი ყრილობის დამთავრება გამარჯვებით მილოცვები პრესა რაღაცა ინტერვიუები და ასე შემდეგ და აღმასკომის სხდომა უნდა ჩავატარო და მოდის აღარ მახსოვს უბრალოდ ისეთი აჟიოტაჟი და ისეთი ეიფორია იყო არ მახსოვს მოდის ადამიანი და მეუბნება რომ ჩემი მომხრე ხა ყველა მიცის რომ ხა დათო იყო კირკიტაძე რომელიც ბავშვობიდან როგორც ჩემს უმცროსია მაგრამ ფეხბურთიდან მეგობრობდა და ის მხარს მიჭერდა რა და ძალიან გვერდში მედგა იმაში რომ ის ალბათ არ ვიცი მე წელიწად ნახევარში მათი ჩამოყვანილი ახალკაციდან გადმოვიდა ჩემ მხარეს არა მარტო მეგობრობიდან არამედ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში მათი საკითხია და ეს ხა მე არ მეხება მე უბრალოდ ვიცი რომ გვერდში მედგა და მადლიერი ვარ იმ ადამიანის რომელიც მართლა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ დიდი დახმარება გაეწია თქვა რეგიონებში ჩავდიოდი და რაღაცა საორგანიზო საკითხებში მოდის რომ დათო არისო ეს მოსურდა თქვენთან უნდა გასაუბრებავო ძალიან გამიკვირდა იმიტომ რომ ყრილობაზე პოლიტიკური სახე ან პოლიტიკური პირი არ უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ ჩარევას ერთგვარად რაღაც ირიბ ჩარევას ნიშნავდა და ცოტა მეუხერხულა და რაღაცა ისეთი კატეგორიულად მithხოვა მეგობარმა რომ ძალიან გთხოვ ეხლავე გადიდოთ მაგრამ კარგი ბოდიში მოვიხადეთ და თან გადავდეთ ნახევარი საათით შესვენება გამოვაცხადე გავედი ჩვენს ოთახში და იქ დამხდა დათო ნამგალაურთან ერთად რომელიც წარმოადგენდა იქ იყო სპორტის ხელმძღვანელი იყო სპორტის ანუ სპორტისა და კულტურის მინისტრი იყო გოკა გაბაშვილი და სპორტის განხრით იყო ხელმძღვანელი დათო ნამგალაური დამხდა და მეუბნება რომ მიშამ დამიეკან სააკაშვილმა და სასტრაფოდ უნდა შეთან დაკავშირებაო და დაგვახურა, გადაგვიარა, გადმოგვიარა, ნუ არ ვიცი ხარ რა ენაზე აქ ნამდვილად ვერ გავაჟღერებ. ძალიან შეურაცხყოფილი იყო დათო კირკიტაძე და შენთან უნდა გასაუბრებაო და ლაპარაკი აუცილებლად. და ამ საუბრებში ვართ რა რატო რა მოხდა რაღაცა, ნუ გამერკვია რომ რა ხდებოდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ გამშვალოთ ჩატარებული იყო და ამის მომხრე იყო პრეზიდენტიც და ნუ ეხლა როგორც ხდება ეხლა მე არ ვიძახი იმას რომ მე რაღაცა მხარდაჭერა მინდოდა და რაღაცა უბრალოდ ყოფილიყო გამშვალული ჩვეულები არჩევნების რაშიც მე დარწმუნებული ვიყავი რომ მოვიგებ. შეიძლება წამეგო, მაგრამ ნუ ჩემი იმედი მქონდა რომ მოვიგებ. გავედი და ესე იგი ამ საუბრებში ვარ და რეკავს ტელეფონი და გისმენთ ბატონო პრეზიდენტო დათო ელაპარაკება. ახავარ მე გიორგისთან და ეხლავე დაგალაპარაკებთო. ლაუდსპიკერი ჩართო, ანუ ხმოვან იმაზე ტელეფონი გადაიყვანა საშუალებაზე რომ მოგვესმინა ყველას და გისმენთო და ნემსა ესე ციტირებ, ნემსა ძალიან გთხოვ სასტრაფოდ გამოაცხადე ახალი ყრილობა, ორი სათხოვარი მაქვს, ერთი ესო და მეორეს გთხოვ რომ სამსათიან კურიერს რომ მოუსწრო და უკვე მოხდეს მიშენი ანონსი, ანუ თქვენი ამ განცხადების გაშვება. იმიტომ რომ ბოდიში ვიხდი. ესე იგი შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მაქვს და დამენგრევაო თავზეო ყველაფერიო და თუ რამე გინდა ქვეყნისთვის სასიკეთო ფეხბურთითო ანუ ეს რაც გთხოვე ის გააკეთეო თუ არა და დაინგრევ თუ არა და ფეხბურთით უნდა დაიწყებ ქვეყნის გრევასო.
ეხლა ისეთი დილემის წინაშე დავდექი რომ ეხლა ქვეყნის წინაშე არა ფაქტურად ქვეყანა და მე ვარ ჩვენ რა ეს არის და მე სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არც ამიტოა და მეუთხარი არ არის პრობლემა მეთქი რაც ქვეყანას და მის კეთილდღეობას შეეხება მე მზათა ვარ ყველანაირად ვემსახურო ჩემ ქვეყანას მეთქი და არ იქნება პრობლემა მეთქი და მე გამიმეორა ძალიან გთხოვ რომ მე 3 საათიან კურიერს მოუსწრო ეხლა გავიდე გამოცხადებული მოგებული ძალიან უხერხული სიტუაცია ჩამოვარ და უნდა საიდან გავიდე როგორ გავფრინდე პროის ხო არა კარლსონი აფრინდე და გადახვიდე ისე რომ ესე იგი სხვა პრესა იყო და სხვა ჟურნალისტები ბუნებრივი იყო რომ ესე იქნებოდა მილოცვები მიღებული რა ვიცი განცხადებები გაკეთებული და ამის მერე რაღაცა გზა მაჩვენეს რომ რაღაც ახანძრო რაღაცა ისეთი ჩასასვლელი კიბე იყო იმით ჩავედით სადღაც გავწვერით მე რაღაცა მანქანა დამახვედრეს და ლოკომოტივის სტადიონზე გავიპარეთ ესე გამოვიდა და იქ გავაკეთე ეს განცხადება იმის მერე ძალიან ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი რომ თვითონ მე უხერხულობდა ჟურნალისტებთან შეხვედრა ჯერ იმიტომ რომ როგორ გავაჟღერო რა გავაჟღერო იქ შიდა დაპირისპირება აქ რაღაცა აქ ამის გამო გადადექი რაღაცა ცოტა ისეთი ის იყო უხერხული სიტუაცია ამიტომ ერთი კვირით ფაქტიურად ვიყავი იზოლირებულად ისე რომ სახში ჩაკეტილი რომ თუმცა ძალიან ისეთი დიდი დარტყმა მივიღე, იმიტომ რომ ერთი ჩემი ყველაზე დიდი რაც არის და ჩემი ცხოვრება მივეცი ფეხბურთს იმ სფეროში არ მომეცა საშუალება. მუშაობის და თან მით უმეტეს ესეთი იმის. გადის ახლა დრო და ფაქტურად სიჭინავას პერიოდი მოვიდა, რომელიც ისიც ძალიან კონფლიქტის სიტუაციაში მოხსნეს ნოდარ ახალკაცი, იმიტომ რომ რაღაცა გასვლითი სამთავრობას ხვდო რაღაც თათბირთუს ხვდო მაქონათ იმაში ზუგდიდში და იქ აჩვენეს ზვიად სიჭინავას ეს დიდი ის ბატონი ილია კარგად იცნობს მაგ ადგილს ხო თუ არ ვწდები კომპლექსი აჩვენეს რაც გააკეთა ზუგდიდში და ფაქტობრივად ესე იოლად იცოდა ალბათ გადაწყვეტილების მიღება რა და დაარეკინა ნიკარაულუას რომ სასწრაფოდ მოხსენით ნოდარ ახალკაცი და უნდა ზვიად გამსახურდია უკაცრავად ზვიად სიჭინავა უნდა წარმოვაყენოთ ამ კანდიდატურას ამ ფედერაციის პრეზიდენტობაზე ეს მოხდა უცებ აი ერთ საღამოში რა იქაც ფაქტიურად ზვიად დამიძახა და მითხრა რომ დამიდექიო და მე ვთქვი არ არის რა მნიშვნელობა აქვს ახლა სად ვიქნები თავია ფეხბურთში ვარ და რა მხრიდანაც და როგორც გინდა ისე მოვემსახურო თავია ფეხბურთს და მინდა რომ ფეხბურთი რაღაცა განვითარდეს წინ წავიდეს იმ დროს ძალიან მართლა ცოტა ისეთ მდგომარეობაში იყო რომ მოედნები არ კეთდებოდა ფაქტურად მოედნებს გაკეთების მაგალითად გვართმევდნენ მოედნებს ну ფეხბურთს ართმევენ ყოველ ამ სახეობას ართმევენ რომელიც არის პირველი საფუძველი იმისა რომ განვითარდეს და ბავშვი გაიზარდოს ეს არის ინფრასტრუქტურა და ფიქრობ რომ მე ამან ბატონო ზვიადმა მითხრა რომ იქნება ერთ-ერთ მოადგილედ წამოხვიდეო და მეც ჩემგან რა თქმა უნდა მადლობის მეტი არაფერი არ მქონდა ნასათქმელი დავიწყეთ უკვე მუშაობა ფაქტობრივად სანამ მივიდოდით ყრილობა ჩავლილი იყო მე უკვე პრესკონფერენცია უნდა ყოფილიყო და პრესკონფერენციის წინა დღეს მეუბნება რომ ძალიან ისეთი ის არის როგორც დახურულად ზვიადის არ უყვარდა და ისე გამშღავნება კონკრეტულად გეტყოდა რაც იყო ის იყო დანარჩენი ზედმეტად ისეთი რაღაცა ინფორმაციას რომ მოგაწვი და ბოლომდე არ იცახდა ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ უთქვია ნუ გმითხრესო რომ რაღაცა ნემსაძის მოადგილეობაზეო ძალიან წინააღმდეგები ვართ და ეს ერთი დარტყმა იყო მე დანარჩენი ახლა შევქმნით ახლა ჩვენ ჩემ მეგობრებთან ერთად ეს უკვე გადის იმ სფეროს რა სფეროსაც ვთქვათ
ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, თუმცა ფეხბურთს ეხება და ფეხბურთი საფეხბურთო სკოლა საბურთალო გავაკეთეთ, იმიტომ რომ რაღაცა მონაწილეობა მინდა და მიმიღო ქართულ ფეხბურთის განვითარებაში, მე და ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჩემო მეგობარმა ბავშვობის და ბავშვებს და მივედით იქამდე, რომ ვიცი, უმაღლეს ლიგაში გუნდი გვყავს და მაინც ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ რაღაცა მხრიდან მაინც თუ პირდაპირ არა ვერტიკალურად. კი ბატონო, დიდი მადლობა. კითხვები თუ არის? ბატონი ილია. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ამ ისტორიის ესე დეტალურად მოყოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ფეხბურთისთვის და ყველა იმ ბავშვისთვის ფეხბურთში, ვინც მონაწილეობას იღებს. ეს არის ჩვენი დიდი იმედი, დიდი მომავალი და განსაკუთრებით იმ დიდი წარმატებების შემდეგ მომავალი თაობა აუცილებლად უკეთესი და უკეთესი იქნება და ყველას ვისაც ამაში წვლილი აქვს შეტანილი, მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო. მე რადგან ეს თემა ამ თემის გარშემო უნდა დეტალები დავაზუსტოთ, რაღაცებს გითხრათ მაგას. თქვენ თქვით, რომ 3 კანდიდატი იყო დასახელებული. რა თქმა უნდა, ის სამეგობრო წრე, რომელმაც თქვენ გირჩიათ, რომ მონაწილეობა მიგეღოთ ამ საარჩევნებში ფედერაციის რა თქმა უნდა, წინასწარ რაღაცა გავლილი ექნებოდა ვიღაცას ამის ამბავი, ხო, თქვენი მონაწილეობის შესახებ. ამ 3 კანდიდატურიდან აგერ თქვენ და ბატონი მამუკა აქ ახართ და არც ერთი თქვენგანი არ აწყობდათ, რომ ყოფილიყო ფედერაციის თავმჯდომარე. რატო არ როგორ ფიქრობთ, რატო თავიდანვე არ ჩაერიენ იმაში, რომ რეგისტრაცია არ გაგეულოთ, ან მაშინ რატო არ დადგა, ვინ იყო ამაში ჩარეული, ან რაღაც ამ პერიოდში შეიცვალა მათი თქვენ დამოკიდებულება, თუ ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით, აი რა შეიძლება და მოხდა? მეორე არჩევნებზე იწვია. მეორეზე, ხო, მეორეზე რეგისტრაცია გავიარეთ, ხო და აი სანამ გაივლიდით, 19 ხმა მიავერეთ, 16 აიღო. ნოდარ ახალგაზრდა უცხოეთმა და რეგისტრაციას გავიმხო და მონაწილეობაც მივიღე. უბრალოდ ამის მერე მოხდა ის, რომ ამის მერე რა შეიცვალა? ხა ცით რა არის ხა ჭორის დონეზე არ ვიცი. ძალიან დაზუსტებით ვიცი ის, რომ ხა მაშინ იქ უნდა ყოფილიყავი და მე თვითონ ავყოლოდი და ჩემს თავის წინააღმდეგ მე უნდა გამოსულიყავი. არა, ერთი რამე მინდა დავაზუსტო. ავიდე გვიან და უთხრეს 4 ესეთი მხარე იყო. ეს შიდა დაპირისპირება, რომელიც მიშა სააკაშვილმა მე მითხრა, რომ შიდა დაპირისპირება მაგდა დამენგრევა შიგნით ყველაფერი და პარტია დამეშლებაო. ვიცოდი, გძნობდი, ხედავდი, რომ შიგნით იყო რაღაცა დაპირისპირებები. ამიტომ ვის და ვის შორის შეიძლებოდა ყოფილიყო? პირველ რიგში იყო ჩემთვის, ჩემი ძალიან რთული იყო ამის გადაწყვეტის მიღება, მაგრამ ვის და ვის შორის ესე ზუსტად არ ვიცი, უბრალოდ აი ჯგუფი იყო, ნუ ვიცი რომ დათო კირკიტაძის წინააღმდეგ იყო რაღაცა ჯგუფი. ამას ეხლა მე ესე ზუსტად ვერ დავასახელებ, გძნობდი ამას. თქვენ აი და ფაქტურად მოხდა ის, რომ არჩევნების და ანუ რაც არ დამთავრდა, ბოლომდე არ მივიდა და ახალი ყრილობა გამოვაცხადეთ. თვითონ ეს რამოდენიმე კაცი როგორც გავიგე სავარაუდოდ კი არა და ნუ იყო ლომაია, გიგი უგულავა აღანოშება და ისაუქნა ამ შემეშალოს, მაგრამ 4 კაცი ავიდა და მიშასთან და უთხრეს რომ საღამოს მიტინგს გოკა გაბაშვილი კი ბატონო და საღამოს მოვაწყობთ იმას რომ მიტინგსო და თუ არ გააკეთებს განცხადებას ნემსაძე, იმიტომ რომ 24 საათში UEFA-ს იმით რა ქვია კაუნტებლობით 24 საათში თუ ჩავიდო და აქედან რომელიც იყო UEFA-დან წარმოდგენილი რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დამკვირვებლად,
დელეგატად რა. იმასო ჩაეტანა ეს საბუთი ხელმოწერილი ორივე მხრიდან და ფედერაციის გენდიმდან ხელმოწერილი და ჩაეტანა და უკვე მე 24 საათში მე უკვე ხვდებოდი ოფიციალურად პრეზიდენტი. ეს ძალიან კარგად იცოდნენ და ამიტომ 64 საათში უნდა ჩატეულიყვნენ. იცით რა მაინტერესებს გიორგი? 2005 წელს 2 წლით ადრე სანამ ეს არჩევნები იქნებოდა და მაშინ რო გთხოვეს კანდიდატურის მოხსნა. კი ბატონო. იგივე ხალხის დაპირისპირება შეიძლებოდა ყოფილიყო, აი რა თუ გაარკვიეთ ან 2007-ში რატო არ გაგიჩნდათ კითხვა, რომ 2002 წლის წინ რომ მომახსნევინეთ კანდიდატურა, ეხლა ზუსტად დათოსთან ლაპარაკი მქონდა რა მოხდა ეხლა და იგივე მდგომარეობაში არ ჩამაყენოთ და აღმოჩნდა რომ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ზუსტად ის ანალოგიური სიტუაცია რომ არ გამეორდეს, იქნებ თუ შეგიძლია რომ გამირკვიო რომ თუ ნამდვილი თამაში მიდის, მე მზათა ვარ, ამას მოვიგებ, ამ დარწმუნებული მოვუგებ მეთქი. და მომიტანა ინფორმაცია, რომ თამაში მიდის სუფთად. ანუ იქნება გამჭვირვალე არანაირი მიმხრობა, არანაირი აბსოლუტურად, უბრალოდ მოხდა ის, რაც მოხდა და რაც ახლა გითხარით, ესეც ეხლა მე იქ არ ვიყავი, მე არ ავსულვარ და მე არ ამიყვანი არ დაკვირვებით არ დავკვირვებულ ვარ, თქვა რაღაცა ავტომანქანით გადავადგილებული ვიყავი და რაღაცა ის დამეწყო თვალთვალი, მაგრამ სანდო წყაროებიდან ვიცი ძალიან ისეთი რა ფაქტურად 100%-იანი რომ ის 4 კაცი ავიდა და საღამოს ვიქნები თქვენი ოპოზიციაო და ფაქტურად მოვაწყობთ მიტინგებსო და მორჩებაო თქვენი რაღაცა ესეთი ლაპარაკი რო იყო ამა ეს გასაგები, მადლობა. ერთი რამე მინდა კითხოთ დავაზუსტოთ. ბატონ ზვიად სიჭინავარო დაინიშნა ის ამ ორი ჯგუფიდან რომელი ჯგუფის კანდიდატი შეიძლება ყოფილიყო? აი ერთი დაახლოებით კი ბატონო, კაი კითხვაა ეგეც. აი რატო დათანხმდნენ იმას? ეს მეორე საკითხია რანაირად აირჩიეს არ იგი მესმის ხო რასაც მეკითხებით მესმის ეხლა თქვათ განხეთქილება რაც იყო აი ხო თქვენში იყო პირადად განხეთქილების ჯგუფიდან რომელიც კანდიდატურა იყო ეს ფაქტურად ბატონ მიხეილ სააკაშვილს მოეწონა მისი ნამოღვაწარი რა ფეხბურთში კომპლექსი რომელიც ზუგდიდში გააკეთა მოედანი იქ ყვება ადგილზე ბავშვების 300 ბავშვს ინახავდა იქვე აცხოვრებდა იქვე ასმენდა იქვე აჭმენდა სკოლა თავისი ჰქონდათ და საგანმანათლებლო სექტორი ფაქტურად და ეს ძალიან მოეწონა და ნუ უანგაროდ გაწეული ამ ინვესტიციის საფუძველზე მიიღო აი ეს უცებადი გადაწყვეტილება თორე წინა დღეს საერთოდ არ იცნობდა სიჭინავს მაგრამ ეს კითხვა იმისი რომ რომელიც იყო მაგას ვერ არ იცნობდა პირადად ზუსტად სიჭინავს უბრალოდ რომ ჩავიდა და მთავრობის ხდომის მერე ვახშამზე მიიყვანეს იქ კარგი სამსარო ჰქონდა ნუ ფაქტობრივად აი ამ სიტუაცია ესე იგი თქვენ ხაზს უსვავთ იმას რომ ერთპიროვნულად მას მოეწონა და ეს მიიღო ეს გადაწყვეტილება მას პირადად და მაგ შემთხვევაში ის ორი დაჯგუფება რომელზეც თქვენ მოგიყვნენ რომ დამენგრევაო ერთის და მეორის დაპირისპირების შემთხვევაში ისინი აღარ მონაწილეობდნენ ამ არ გაითვალისწინა ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება აი ამ გავწეული ინვესტიციისათვის და გასაგები მიზეზი ეს ხო ეს იყო დაფუძნებული იმ სიყვარულზე რომ ფეხბურთი უყვარს ამ კაცს და მოდი დავნიშნოთ ფეხბურთის პრეზიდენტად. ნუ მაგ ჩათვალა რომ ფეხბურთი უყვარს ამ კაცს იმაზე კი ბატონო და ეს გიორგი ნემსაძეზე და ბატონ კვარაცხელიაზე უფრო მეტად გამოვიდა ესაზღვრება ხო გასაგები კარგი რა ვიცი ყველაფრის ზათა ვარ მე შეიძლება ბევრი რამე გამომჩა ეხა შეიძლება იმიტომ რომ მე ხა პირველად ვარ ესეთ სიტუაციაში და თქვენ შეიძლება გქონდეთ კითხვები და მე არანაირ კითხვას პასუხს თავს არ ვარიდებ ეგეც შეიძლება ეხა მე ხო ბატონი ალეკო ვარაუდობს რომ ავტორიტეტი არ უნდათ რომ ყოფილიყო ხელმძღვანელი და ხო ეგეც პირობო ავტორიტეტზე იყო მე მიჭირს საუბარი მაგრამ ჩემზე მაგრამ ფეხბურთი იმას არ უყვარ და ვიცი მე ძალიან მაგრამ მიყვარს ფეხბურთი და ყველაფერს გავაკეთებ რომ ფეხბურთი განვითარდეს ბატონი ალუ და შემდეგ ბატონი სოზარი მოგესალმებით ბატონ გიორგი თქვენ რო ფეხბურთი გიყვართ ეხა ეს მე მინდა რომ საზოგადოებას ის რაც თქვენ არ თქვით მე უთხრა ის დანარჩენი ნაწილი რაც ფეხბურთის სიყვარულს ეხება
აი თქვენ და ბატონმა ტარიელმა რომ გააკეთეთ ეს საქმე მინდა ყველას უთხრა და იმ ხალხს უთხრა პირველ რიგში იმიტომ რომ როდესაც აი ქვეყანა ახსენეთ როდესაც ერთ ქვეყანაში უნდა იფიქრო რომ უნდა მოგიწევს ცხოვრება ჩვენ შვილებს ერთ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება აი თქვენი გაკეთებული საქმე მე გული მწყდება სიმართლე გითხრათ არა გისმენდით რომ არ მოგეცათ საშუალება რომ მართლაც გააკეთებინათ მაგარი საქმე ის როგორი მაგარი საქმე გააკეთეთ თქვენ და ბატონმა ტარიელმა ეს ვიცით ჩემი თვალით მაქვს ნანახი ჩემი 8 წლის შვილი დადის თქვენთან და ის კი არა რომ აი და განსაკუთრებული მადლობა თქვენ ყავთ ეგეთი ბავშვების წვრილი ბატონი ნოდარ არჩეულებრივი ადამიანი ხო არჩეულებრივი და ეს საოცარი ურთიერთობა არის მე მინდა ყველას უთხრა აი შორს ვარ ხა იმაზე არ არის ის არის საბავშვო ბაღის ზუსტად ეგ მინდა რომ მეთქვა ეხლა წარმოიდგინეთ რომ ჩემი შვილი პატარა მოხევე სახში გვიჭირს აი მართლა ისე რომ გაუძლოთ იქ წარმოიდგინეთ ისეთი ურთიერთობაში არის ისეთი მოწყობილია ისეთ ურთიერთობას შორს ვარ იმაზრისგან რომ არ ვიცი ეხლა ჩემი შვილი რომ ეხლა დიდი ფეხბურთელი გახდება თქო შორს ვარ რომ ერთ მაგნას მაგრამ და ყველას წარმატება მაგრამ იქ რასაც სწავლობენ ჯანმრთელი იქნება და იქ რასაც სწავლობენ აი წვიმაში გარეთ აი ეს არის საოცარი რამე მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ თქვენს და ჩვენს მეგობარს არჩეულებრივ ადამიანს ბატონ ტარიელსაც რომელმაც სპორტისთვის ასევე ბევრი რამ გააკეთა და ყველა იმ ადამიანს ვინც სპორტისთვის ძალიან მაგარ რამეს აკეთებს და ერთი რამე არის და ნუ დაგვაუწყდება რომ ხალხს გონია რომ მარტო სპორტი არის ის რომ მედალს აიღებს თუ არა რაღაც პედესტალზე ავა თუ არა ადამიანი ეს არის პირველ რიგში ურთიერთობა და აი ურთიერთობა როგორ გვაკლია ჩვენ და აი ეს ურთიერთობის ნაკლებობა როგორ ქონდათ ნაკლებობა კი არა პრაქტიკულად არ ქონდათ იმათ ეს არის ფაქტი და მინდა გითხრათ რაც აგენ ჩვენმა კოლეგამ ჩვენმა მეგობარმა თქვა ზუსტად ეგ არის აი გასაღები იმისა რა იყო ამის ასე ვთქვათ თავარი საფუძველი რომ რის გამოთაც თქვენ ასე ვთქვათ ბლოკავდნენ იყო ეგ ისეთ ურთიერთობა ხართ ავტორიტეტი თითის დატკაცუნებით ესე ვერ მიგაღებინებდნენ იმ გადაწყვეტილებას რასაც ქვეყნის და სპორტის და მომავალი თაობის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ქვია და ეს იყო სწორედაც ეს არის და ეს ხო ხელის გულზე იყო ამიტომ ძალიან დიდი მადლობა იმ მაგარ საქმეში და მინდა წარმატება გისურვო თქვენ მადლობთ ესეთი თბილი სიტყვებისთვის ბატონი სოზარი რომ მარტო მაგითო დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ბატონო მამუკა და მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა და მადლობა იმისთვის, რაც გიკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვის, ქართული სპორტისთვის. მართლა 10 წლეულების განმავლობაში იყავით მაგალითი ქართული ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომ სპორტი არის მნიშვნელოვანი ცხოვრების ჯანსაღი წესი, უკეთესია, ვიდრე თქვათ რაღაცა არასწორ გზაზე დადგომა და იგივე საკეთებდა და ემსახურებოდა ბატონი მამუკაც, ну კვარაცხელები და ქართული ფეხბურთი საერთოდ ცალკე ფენომენი და ცალკე ამბავია და მადლობა ამისთვის. უბრალოდ ამ შემთხვევაში კითხვა კი არა მაქვს, მინდა პატარა რეზუმესავით გავაკეთო. თქვენი მონაყოლიდან კარგად გამოჩნდა, რომ ეს იყო არა ერთჯერადი ჩარევა, ერთჯერადი რაღაცა ზეწოლა, არამედ ამას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი, მუდმივი ხასიათი, ასე მართავდნენ სპორტს, ასე მართავდნენ ქვეყანას. დამოკიდებულება ქართული სპორტის მიმართ, საქართველოს მომავლის მიმართ, ქართველი ახალგაზრდების მიმართ ჩანს იქიდან, რაც ზეც თქვენი ლაპარაკეთ და ბატონმა მამუკამ ბრძანა, რომ 30-მდე სტადიონი გააუქმეს, მხოლოდ თბილისში ეს ხო თუ საქართველოს? მხოლოდ თბილისში. საბავშვო ბაღები კარგად გვახსოვს, ვინც ჩვენ გვისმენს იმ ახალგაზრდების გასაგონად, საბავშვო ბაღები გააუქმეს და იქ ნაციონალური მოძრაობის ოფისები იყო. წინა დღეებში კომისიის ხდომაზე მოსულმა ადამიანებმა დეტალურად ილაპარაკეს, რომ 1000-ზე მეტი სკოლა გააუქმეს. აი სწორედ გუშინწინ შევხვდი ერთ ჩვენს ყოფილ კოლეგას, ასევე ფეხბურთელს, ბატონ დათო ლორქიფანიძეს, რომელიც მიყვებოდა, რომ ვანის რაიონის სოფელი მიქელეფონი 150 ბავშვიანი სკოლა გააუქმეს და თხილის ქარხანა უნდა გაეხსნათ შიგნით, თხილის ჩამბარებელი რაღაც ქარხანა და ამასობაში მოუსრო 2012 წლის 1 ოქტომბერმა და დავიბრუნეთ ის იმ ფლობელისგან, რომელსაც გადასცეს და სკოლა ისევ ამ ბაღში და ეს იყო მათი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის მიმართ, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდობაა საქართველოს მომავალი და
თქვენ მართლა რა ვიცი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფერი იმისთვის რაც გიკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის. პატარა ორ სიტყვასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ფეხბურთი და მინდა რომ სულ აქვიტრიალო ამ ფეხბურთის გარშემო. ფეხბურთის განვითარება არის ჯერ ინფრასტრუქტურა. ნუ ადრე არ იყო და ქუჩაში ვთამაშობდით და ასფალტი იყო თუ ხრეშიანი მოედნები, სულ ათვისებული ჰქონდა. თუმცა არ იყო კომპიუტერი და არ იყო რაღაცა სხვადასხვა გასართობი საშუალებები და ამიტომ უფრო მეტად ქუჩაში ვიყავით. ეხლა ეს რასაც დღეს კეთდება მართლა იმიტომ არა რომ კობი დღეს ახლა კობიაშვილი არის პრეზიდენტი ძალიან სწორი მიმართულება იყო ფეხბურთის განვითარებისთვის რომ ამ ხელა ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაკეთება დაიწყო იმიტომ რომ ფაქტურად სურვილი მეტი იყო და არც დააყონა შედეგმა ეს იყო დაწყებული უკვე 10-12 წლის წინანდელი და ერთი თაობა უკვე დღეს მოესწრო და დარწმუნებული ვარ უფრო მეტი და მეტი ბავშვი წამოვარ იმიტომ რომ ფეხბურთი არის მასიურობაში რაც მეტი მასიურად მეტი ბავშვი იქნება ჩართული იმის საფუძველზე რომ ერთი ქუჩას ასწრება მე ჯანმრთელი იქნება მესამე ის რაც გვინდა რომ სად ეხა 10000 კაცი და სად 1000 კაცი ხო ბავშვი რა თქმა უნდა 10000-დან უფრო მეტია მოსალოდნელი რომელიც გვაქვს ნიჭი ქართულ ხალხს ამის გენია აქვს და ამისი რაღაცა აქვს არ ვიცი რატო და რისთვის ამიტომ ძალიან სწორი მიდგომა და ძალიან სწორი ვითარდება ქართული ფეხბურთი თუმცა ბევრია კიდე გასაკეთებელი მაგრამ რაც არის ჯერჯერობით ის მთავარი პირველი საფუძველი ის მთავარი საფუძვლებით ჩასწრულია ის რომ ფეხბურთი აი ამ საფუძველზე მე უკვე განვითარდეს შემდეგ დარწმუნებული ვარ რომ მშვიდობა იქნება და ყველაფერი კარგად იქნება და გამოინახება კიდე შემდეგი გზა იმისა რომ ამ ბავშვებს მე კიდე უნდა ბევრი რაღაცა ის რომ არ მოხდეს ძალიან ესეთი გადინება უცხოეთში იმიტომ რომ დაასუსტებს შიდა ჩემპიონატს და ეს ძალიან ცუდია კარგია რომ მიდის და ოსტატდება ქართული ფეხბურთელი მაგრამ ცუდია რომ შიდა ჩემპიონატი ცოტა სუსტად არის და ვერ გამოიყურება თუ ვინმე ფსავს წამოყობს მომენტალურად გააქანებენ უცხოეთში თუმცა ნაკრებს ემსახურება მაგრამ შიდა ჩემპიონატს ცოტა ამიტომაც უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რომ რაც შეიძლება მეტმა წამოყოს ნიჭიერმა თავი და არ ვიყოთ დამოკიდებული რამდენიმე ნიჭიერზე იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვიყავი მინისტრობისასაც და ეხლაც დარწმუნებული ვარ რომ გაცილებით უფრო მეტი ნიჭიერია ვიდრე აღმოვაჩენთ ხოლმე და ამას სხვანაირი სისტემის შემუშავება ნამდვილად სჭირდება დიდი მადლობა თქვენ მადლობა ბატონ მამუკას წარმატებებს გისურვებთ თქვენ ორივენი დღეს კვლავ ემსახურებით ქართული ფეხბურთის განვითარებას სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში და წარმატებები მინდა გისურვოთ. უღრმესი მადლობა. სამდივნოს ვთხოვ რომ გაგაცილოთ დარბაზიდან ჩვენ ვაგრძელებთ სხდომას ერთი პროცედურული საკითხი გვაქვს კენჭსაყარი და ამით მშვიდობა მოგწესხმეთ. მადლობა. ნახვამდის.